პირველად, როდესაც დამჭირდა დავფიქრებულიყავი იმ კავშირსა, თუ როგორ განაპირობებს თბილისის ლანდშაფტი თბილისის ფორმატს, იყო, როდესაც მუშაობდი თბილისის გენერალურ გეგმაზე და ვუყურებდით ჯგუფის წევრები იმ კორელაციას, რაც ჩანდა თბილისის მდინარეების და ხეობების მიმართ იმ განაშენიანებების ტიპებთან. ანუ რომ დამაზუსტო. რომ წარმოიდგინოთ თბილისი, ის მოუყვება მდინარე მტკვარს და მის შენაკადებს. და შენაკადები, რა თქმა უნდა, ერთგვარ ხეობებს ქმნიან. და ეს ხეობები ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე არეალებია სამშენებლოდ. და სულ არ მიყვირს, რომ ის უბნები, რომლებიც ყველაზე ძველია თბილისში, სწორედ ამ ხეობებში განვითარდა. შესაბამისად, ის რომ თბილისის ფორმა საკმაოდ ხაზოვანია და მისი უბნები ხეობებში მდებარეობს, თითქოს უკვე არის წინაპირობა იმისა, თუ რატომ არის ეს უბნები ხასიათის ძალიან განსხვავებული. და მგონია, რომ ის თუ როგორ განვითარდა არა მარტო თბილისი, არამედ ზოგადად საქართველოს დასახლებათა სისტემა ხეობების ჩვენ რელიეფიდან გამომდინარე და რამდენად თითქოს მოწყვეტილია უბნები ერთმანეთისგან, სწორედ ეს განაპირობებს იმ მრავალფეროვნებას. პერიოდი, რომელშიც ეხლა თბილისი ვითარდება, ხასიათდება ამ ლანდშაფტის ინტენსიფიკაციით. და მე ვეძახი ინტენსიფიკაციას და ვიყავ ამ ტერმინს იმის აღსანიშნავად, რომ ნებისმიერი მიწის ნაკვეთი დღეს მოიაზრება არა როგორც ლანდშაფტად, არამედ როგორც პროდუქტიულ ტერიტორიად, რომელიც უნდა იყოს ათვისებული და განვითარებული. და ამ პროცესის გამო თითქოს იწყება ერთგვარი ენტროპია, რაც გულისხმობს იმას, რომ უბნები, რომლებსაც თავისი სახასიათო რაც თვისებები ჰქონდათ, ნელ-ნელა იცვლება იმის ხარჯზე, რომ ნებისმიერი თავისუფალი მიწის დაკვეთი თუ ლანდშაფტი დღეს აღიქმება როგორც ერთგვარი გასავითარებელი ტერიტორია და ის ვითარდება ძალიან მსგავსი ტიპის არქიტექტურებით, რის გამოც ეს განსხვავებები ნელ-ნელა ქრება. და ჩემთვის ეს ინტენსიფიკაცია ჩვენი ლანდშაფტის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ჩვენ როგორც არქიტექტორებმა უნდა გავითვალისწინოთ.